მოგესალმებით ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიცა ვარ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, 1 ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებს და სტუდენტურ ექსპედიციებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტი ცხოველობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე ღმერთი სამშობლო ადამიანი. საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით ხორციელდება. ჩატარდა სახელმწიფო კომისია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლის საიუბილეო თარიღს და ვფიქრობ, რომ მხარეები შევთანხმდით ძალიან დიდ პროგრამაზე, ძალიან გასახარია, რომ მათ შორის დაგეგმილია საგანმანათლებლო შემეცნებითი, ადგილობრივი, საერთაშორისო, კულტურული, სამეცნიერო და ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა. ვფიქრობ, რომ 1 ივნისიდან წმინდანინოს საქართველოს შემობრძანების დღიდან ეს მოძრაობა უკვე ეს საიუბილეო ღონისძიებები უკვე ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასევე მთელ მსოფლიომ ნახოს აღნიშვნა იმ დღესასწაულის, რაც 1700 წლის თავს უკავშირდება. ძალიან დიდი დრო არის, ძალიან დიდი თარიღია. შევჯერდით საბოლოოდ იმ აქტივობებზე, რომელიც საპატრიარქოს მიერ არის შემოთავაზებული და რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი არის. ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ 14 საათზე გამოაცხადებს. მანამდე კი დღეს გამართულ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ხაბეიშვილმა და თქვა, რომ მის საქმეში არაფერი დევს მის წინააღმდეგ. ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურამ წარმოადგინა მხოლოდ მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რაც კანონდარღვევა არაა და მხოლოდ პოლიტიკური დაპირებაა. ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საკმაოდ უცნაურია, რომ მოსამართლემ არ გამოაცხადა დღესვე განაჩენი. ამ საქმეში არც არაფერი სათათბირო და არც არაფერი განსახილველი არ არის. ფაქტობრივად ჩვენ მტკიცებულებები არ გამოგვიკვლევია. ერთადერთი მოწმის ჩვენებაა და ლევანის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების ვიდეოები, რომელიც დემონსტრაცია მოვახდინეთ სასამართლო პროცესზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ გახდება იმ სამართლებრივი აბსურდის თანამონაწილე და თავდაყირა არ დააყენებს აქამდე არსებულ პრაქტიკას. ეს არის პოლიტიკური ანგარიშების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს: გაანადგუროს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი, ნაციონალური მოძრაობა და პოლიტიკური ოპოზიცია და ყველა, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს. ვერც ერთი განაჩენი, ვერც ერთი ციხე ვერ გააჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. რაც ეხება მოლოდინებს, მოლოდინზე შეიძლება ვისაუბროთ, მაშინ ჩვენ რო რეალურად სასამართლო გაგვაჩნდეს. ჩვენ ხედავთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც შეიძლება ადამიანმა ეთერით გააკეთოს, ამ შემთხვევაში მე გავაკეთო, აი ახლა თქვა რაღაცა, ხვალე შეიძლება დასჯადი გახდეს ჩემს მიმართ. ამიტომ ქვეყანაში სასამართლო კი არა, ქვეყანაში სამართლიანობა არ არსებობს და არ არსებობს სტრუქტურა, სადაც შეიძლება შენ სამართალი ნახვა. შეფასებები კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ინიციატივას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა ჯგუფი საზოგადოების დაყოფისთვის სიძულვილის ენას მიზანმიმართულად იყენებს. სიძულვილის ტირაჟირებაში კი ოპოზიცია ქართულ ოცნებას ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველო იქნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიების და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგს განახორციელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ახლა გამოიკვეთა დინარაძის როლი და ფუნქცია, დავინახეთ თუ რატომ მიიღო მან გენერლობა ფურცელზე. ფაქტობრივად ქაღალდის გენერალი მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ Facebook პოსტებს უნდა სდიოს საჯარო სივრცეში. ეს არის სიგიჟე, ამ სიგიჟეში გვაცხოვრებს ქართული ოცნება და მათ შორის ეს არის მდგენელი, ხო, პოლიტიკური სისუსტის გამოხატულებაა ის, რომ როდესაც ჩვენ გაკრიტიკებენ, ამას როგორც რაღაცა გარდაქმნის საშუალებას, ისე კი არის
იღებ, არამედ იღებ როგორც პრობლემას და პრობლემას პასუხობ იმით, რომ მოქალაქეების გაშვებას აპირებთ ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გაკრიტიკებენ. ამ ქვეყანაში სიძულვილს აფინანსებს ქართული ოცნება. მათი შემოსავლის, მათი შავი სალაროს შემოსავლის 70% მიდის სიბინძურეში, პროპაგანდაში, ტროლებში, მიდის რაღაცა პეიჯების შექმნაში, საკუთარი აქტივის მობილიზებაში, სიზღვის და სიძულვილის ენის დანერგვაში. 100 ქარხანა შეპირდა ივანიშვილი ამ ქვეყანას, მაგრამ ნამდვილად შექმნა 100 ტროლ პეიჯი, ნამდვილად შექმნა 100 ტროლ პეიჯი. რაც შეეხება თვითონ მამუკა მდინარაძეს, ის არის მსოფლიო ისტორიაში პირველი გენერალი, რომელიც იწყებს ბრძოლას Facebook პოსტების წინააღმდეგ. თქვენ ნახეთ, რომ რა შეურაცხყოფების კორიანტელია? ორივე მხრიდან. მე გეგონებათ, რომ ხოც არა, ორივე მხრიდან და სამწუხაროდ ამის ავტორი არის სწორედ ის ორგანიზაციები და ის საერთაშორისო NGO-შნიკები თუ NGO-s წარმომადგენლები, ვის ფინანსდებიან გარე ძალებისგან. მათ შორის ევროკავშირიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც. ამასთან დაკავშირებით სწორი პოზიცია აქვს სახელმწიფოს და თქვა რომ დიახ, ჩვენ წინ უნდა აღვდგეთ, ჩვენ პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ ეს უბედურებები რამენაირად გავანელოთ და შევაჩეროთ. მნიშვნელოვანია და სულად მისასალმებელია იცით რომ კანონმდებლობა უკვე გარკვეული პერიოდია რაც საქართველოს პარლამენტმა მოიყვანა შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან რომელიც უნდა არსებობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში რომელიც არ უშვებს მათ შორის სიძულვილის ენას ასე რომ კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე. ევროკავშირი აფინანსებდა ჩვენთან სიძულვილის ენის როგორც დამკვიდრებას, ისე მის არ აღმოფხრას, ვინაიდან მცდელობა სწორედ ეს იყო, საიასი ევროკავშირის დაფინანსებით, რომ სტრასბურგის სასამართლოსგან მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანის შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ნაწილი, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლებისა. შეგახსენებთ გერმანიის ელჩს, რომელიც ფაშისტური პლაკატის და სლოგანის ფონზე პოზირებდა ერთ-ერთ შეხვედრაზე. ამაზე რეაქციაც კი არ აქვს არანაირი. ოზურგეთის ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოუდგინეს საზოგადოებას. მშობლიურ სკოლას საიუბილეო 180-ე გამოშვება დაემშვიდობა. წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლა სულ 552 მოსწავლემ დაამთავრა. სკოლის მოსწავლეობასთან გამომშვიდობების დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა. ოზურგეთის თეატრის სცენა გუშინ სტენდალის ფერებში ბრწყინავდა. პირველი სკოლის მოსწავლეებით სავსე ლაინერი აფრინდა და ბავშვობის ლამაზი მოგონებების გახსენებაც დაიწყო. ტკბილ მოგონებას სიმღერა ენაცვლებოდა. სიმღერას რიტმული ცეკვა. ცეკვას წარმოდგენა პირადი და სასკოლო სახალისო ისტორიებით გაჯერებული. თამრიკო შიოლაშვილისა და ლელა მეგრელიშვილის, რუსიკოს კამკოჩაიშვილისა და მაია მეგრელიშვილის დაფრთიანებულმა მოსწავლეებმა გუშინ საპასუხისმგებლო მისია იტვირთეს და სკოლის 180-ე საიუბილეო გამოშვება ვახო ჩხარტიშვილის სცენარითა და რეჟისურით, ვარდო ჯინჯარაძის მუსიკალური და ზურა წულაძის ქორეოგრაფიული გაფორმებით ღირსეულად, შინაარსით, პლასტიკით, თეატრალიზებულად წარმოადგინეს. დღის კულმინაცია სკოლის დირექტორთან და დამრიგებლებთან ერთად შესრულებული სიმღერა და ფოიერვერკი იყო. ასევე მოწვეული სტუმრების მილოცვა დალოცვები, რომელიც თვალჟუჟუნაგოვო ბიჭებს ცხოვრების გზაზე საგზლად გაჰყვებათ. ძალიან ბედნიერები ვარ, ძალიან ერთხელს მუშაობდით ამ ყველაფერზე, ძალიან მონდომებულები ვიყავით და ძალიან ბევრი ენერგია და ემოცია შევალიეთ ამ ყველაფერს და იმედი მაქვს ძალიან მოგეწონათ. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი თვით, ხელოვასაც შეეხება არ მიღებია, იმიტომ რომ ჩვენ გვეხმარებოდა პროფესიონალები თავის საქმეში, ზურა, ვახო და მადლობელი ვარ ჯერ ერთ-ერთი პირველი მათი, შემდეგ ჩვენი დირექტორი, დამრიგებლები და ასე შემდეგ, მადლობა ყველას დიდი. პირადად ჩემთვის ეს კარი რავი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საუკეთესო დღე, იმიტომ რომ სკოლის დამთავრება ჩემთან ასოცირდება ახალ ეტაპზე გადასვლასთან, ახალ ცხოვრებასთან დაწყებასთან და რავი ძალიან ვერც ვლაპარაკობ წესიერად იმდენი დაბნეული ვარ ემოციებისგან და გახარებული და
რავი, რას უსურვებ მეგობრებს? ყველაფერს საუკეთესოს ჩემს მეგობრებს და ყველას უსურვებ საუკეთესოს და მადლობა რავი ყველას. ძალიან ემოციური დღეა ნამდვილად არაჩვეულებრივმა თაობამ, კიდევ ერთმა და საიუბილეო 180 თაობამ დაამთავრა ეს ტრადიციული სკოლა. არაჩვეულებრივი ბავშვები თაობა ვიხილეთ, მათი შემოქმედებითი უნარებით, ნიჭიერებით, გონიერებით მე მათ წარმატებებს უსურვებ ცხოვრების ახალ გზებზე. მუდამ წარმატებებით ევლოს ჩვენ დაფრთიანებულ ბავშვებს. პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელები იყვნენ წარმოდგენილი და მათთვის დაირეკა ბოლო ზარი, ჰქონდათ ეს არაჩვეულებრივი სეიმი, არაჩვეულებრივი წუთები გვაჩუქეს. მე მინდა დაულოცო მათ ხვალინდელი დღე, როცა ისინი იწყებენ სიარულს სხვა ეტაპისკენ. მოხდა მათი ბავშვობიდან ახალგაზრდობისკენ გადასვლა, როგორც თვითონ სცენარში რამოდენიმეჯერ იმეორებდნენ ამას და ეს გზა მინდა დაულოცო. მინდა თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენონ. დალოცულები ამყოფონ და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი მუნიციპალიტეტის თავიანთი ოჯახების სასახელოები ყოფილიყვნენ. მივესალმები მე-12 კლასელებს, ულოცავ სკოლის დამთავრებას, უსურვებ ბედნიერ მომავალ წინსვლას და წარმატებებს ცხოვრებაში. ოზურგეთის კულტურის ცენტრში სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამავე ცენტრის პროექტის ჩემი კუთხის უცნობი ისტორია პრეზენტაციები წარმოადგინეს. ჩემი კუთხის უცნობი ისტორია. ასე ქვია პროექტს, რომელსაც 11 წელია ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი საჯარო სკოლების ჩართულობით ახორციელებს. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ვერბალურად, სლაიდებისა და ვიდეორგოლების მეშვეობით ჩვენს თვალწინ გააცოცხლეს თავიანთი ქალაქის, სოფლის, გამორჩეული ადამიანების მოვლენებისა თუ კუთხის ტრადიციების ისტორიები. წელს პროექტში 15-მდე სკოლა ამდენივე თემით იყო ჩართული. პროექტის მიზანი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში კვლევითი, შემოქმედებითი, კრეატიული, აზროვნების, ფორმალური და არაფორმალური განათლების უნარ-ჩვევების განვითარება იყო. ჩემი თამაში ეხება გურულების ძველ სააღდგომო თამაშობებზე, როგორც არის ჭაკუნობა, ფეხ-ცხენბურთი, ფეხგორიე და ასე შემდეგ. ძალიან მომეწონა ყველა სამონადგენი, ჩემიც მომეწონა, ბევრი რამე ახალი გავიგე და კიდე მიიღებ მონაწილეობა. დიდი სამომავლო. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც გარდაიცვალა და მაგრამ მაინც შევიდა ნაფეხურები დატოვა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაფეხურები ჩვენ ახალმა თაობამ გავაგრძელოთ და არ დაიკარგოს. რამდენიმე წელია მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტი, ჩვენი კუთხის უცნობი ისტორია. და ჩვენი სკოლაც აქტიურად ღებულობს მონაწილეობას, წელსაც საინტერესო თემით ვიყავით წარმოდგენილი, ეს გახლავთ გურული ქალის პორტრეტი ატატო ბებურიშვილზე და ასევე მონაწილეობს თუ არ ვცდები 12 სკოლა. ძალიან საინტერესო თემები მოვისმინეთ გამოჩენილ ადამიანებზე ჩვენი კუთხიდან და იმიტომ არის გამორჩეული ეს პროექტი, მივაჩნია რომ მართლაც ისეთ ადამიანებზე ვიგებთ ინფორმაციას და ისეთ საკითხებზე, რომელიც თითქოს მივიწყებულია და მიმაჩნია რომ ამ კუთხით მუშაობა ჩვენს მოსწავლეებთან, ბავშვებთან ძალიან საინტერესოა. დღესაც თუნდაც ძალიან ბევრი უცნობი ადამიანის ისტორია წარმოჩინდა სოფლის შესახებ, ტაძრების შესახებ და ეს საინტერესოა. დღეს წარმოვადგინეთ თემა და უნდა აღნიშნო, რომ ძალიან პატარები იყვნენ ამ ღონისძიებისთვის. მე-5 კლასელებმა წარმოადგინა თემა, რომელიც სააღდგომო ძველ გურულ თამაშებს ეხებოდა, განსაკუთრებით ჭაკუნობას. ეს თამაში ჩვენ სკოლაშიც განვახორციელეთ, გავაცოცხლეთ ჩვენი სპორტის მასწავლებლის სერგო რუხაძის დახმარებით და დღეს უკვე პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მოსწავლეებმა ამ ღონისძიებაზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ჩვენ კიდევ
ბევრჯერ მივიღებთ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას. დღეს მართლაც საოცარი ისტორიები წარმოადგენს ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი სოფლის უცნობი ისტორიები. მართლაც სიღრმისეულად ჰქონდათ გამოკვლეული, მოძიებული და ჩვენამდე მოტანილი თავიანთი ნაშრომები. არ შემიძლია მადლობა რო არ უთხრა ბავშვებს, სკოლის პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს, რამე თუ აუცილებელია ჩვენ ყველამ ერთად, ბავშვებთან ერთად ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წარსული და ჩვენი ქვეყნის უცნობი ისტორიები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლების 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს. ჯგუფურად უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს. სამართალ დამცველებმა დანაშაულის ჩამდენი 3 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 და 153 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. სამართალ დამცველებმა თბილისში დაკავებული მამაკაცის პირადი, დროებითი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის კოკაინი და მეტადონი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდიან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დრო მოვიდა 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები. მთიან ზონებში მეწყრულ ღვარცობული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. ახლა კი რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, ოზურგეთში ხვალისთვის 15 გრადუსია მოსალოდნელი და ასევე ნავარაუდებია წვიმა. ჩოხატაურში 17 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს ასევე, ხოლო ლანჩხუთში 19 გრადუსი არის ნავარაუდები სინოპტიკოსების მიერ. ურეკში ტემპერატურა იქნება 22 გრადუსი, ხოლო ბახმაროში 10 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქში ტემპერატურა იქნება უფრო მეტი და დაფიქსირდება 20 გრადუსი. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.